საღამ მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი მშვიდად და კარგად გრძნობთ თავს და პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის მინდა რომ მადლობა გითხრათ თქვენი გამოხატვის უნარიანობის გამო, იმიტომ რომ მე ძალიან ამ საუკუნეში, როგორ თქვა, ამ საუკუნეში ხო, საკმაოდ იშვიათი გახდა უკვე ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვის მიმართ მადლიერება გამოხატოს. სხვა რამით შეაქოს, სხვაზე აღფრთოვანდეს და სითბო გამოხატოს სხვის მიმართ და ჩემს გამომწერებში ძალიან ბევრი ხართ ასეთები და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და კარგად გვცნობ ხოლმე თავს ამ დროს, რადგან თან მიხარია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სითბოს და სიყვარულის გამოხატვა. და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა თქვენ ასეთები რომ ხართ, ასეთი კარგები. ასევე მინდა გითხრათ, შეგახსენოთ, რომ ჩემთან მიმდინარეობს ფასდეკლება სრულ გაშლაზე, ოღონდ სრულ გაშლაზე, რომელიც არის რამოდენიმე საკითხზე. მაქვს სრული გაშლა მხოლოდ ერთ საკითხზე, რომელიც ღირს 60 ლარი და რამოდენიმე საკითხზე, უпроსტად რა საკითხზეც გნებავთ ნებისმიერზე, ღირს 100 ლარი და ფასდეკლებით 80 ლარად არის ახლა და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და საკითხი თემა იქნება ასეთი. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ვინც გყავთ გულში, ამჟამად სასიყვარულო, მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში გულისხმობ. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ნებისმიერი პიროვნება შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ადამიანი, რომლის მიმართაც გაქვთ გრძნობები, რომელთანაც გქონდათ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა, ისეთები არ ჩაიფიქროთ მეგობრებო, ვისაც საერთოდ არ იცნობთ და უბრალოდ შორიდან დაინახეთ და მოგწონთ, ესეთები არ ჩაიფიქროთ, ძალიან გთხოვთ. ჩაიფიქრეთ ის პიროვნებები, ვისთანაც გაკავშირებთ რაიმე სახის ურთიერთობა. ხო, ვისაც იცნობთ. ზოგი ისეთებს ჩაიფიქრებენ ხოლმე, რომ სახელი და გვარიც არ იციან მისი და ცოტა არ არის ადეკვატური, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ თუ თქვენ არ იცნობთ და ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ გაქვთ და ისიც არ გიცნობთ და მისი არც სახელი და გვარიც კი არ იცით, რა ვიცი, რას უნდა ფიქრობდეს ის ადამიანი. კარგი. ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი, გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ გულში და გავიგოთ. ვიძრომიალოთ მის ფიქრებში, გავქეკოთ და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რის თქმა სურს და ვერ გეუბნებათ, ან არ გეუბნებათ. ამ წუთას თქვენ და თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ ერთ ენერგიებში იმყოფებით, მეგობრებო, და თითქოს აი ანარეკლები ხართ, რაღაც ერთნაირი ენერგიების მატარებლები ხართ ამ წუთას შეიძლება საკმაოდ დისტანციურად ხართ ერთმანეთის მიმართ, არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ან შეიძლება გქონდეთ ურთიერთობა ამ წუთას რაღაცა ტიპის, მაგრამ ორივე საკმაოდ იცით როგორი, აი დისტანციური ადამიანები ხართ, აი არ გიყვართ
ან იმ ეტაპზე არ ხართ ჯერ რომ რაღაცა გამოხატოთ და საკმაოდ ესე სიცივეს ამჟღავნებთ უფრო ერთმანეთის მიმართ. მაგრამ ეს ადამიანი, ამ ადამიანს რის თქმა სურს. სურს რომ გითხრათ რომ თქვენ მის თვალში საკმაოდ ისეთი სერიოზული, ჩამოყალიბებული, გამოცდილი ადამიანი ხართ და თქვენ ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე ისწავლეთ ბევრი რამ და ახლა თითქოს აღარ უშვებთ იგივე შეცდომებს. შეიძლება ეს ადამიანი მიხვდა იმას თავისი საქციელებიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, თავისი მხოლოდ ლაპარაკით თუნდაც, აი, უბრალოდ ვიძახი, მხოლოდ ლაპარაკით და საქციელების გარეშე ვსაუბრობენ ხოლმე, ხო იცით? აი, როტლიკინებენ ბევრს კაცები, მხოლოდ ასე ვიზა და არაფერს ვერ აკეთებენ. თქვენ მხოლოდ აი ამ საუბრით, უხეშად რომ თქვა, ვერ შეგაბათ. და ამ ყველაფრით ძალიან აღფრთოვანებულია. აი ამ ყველაფერს ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, ასევე ფიქრობს, რომ აი თქვენ საკმაოდ ანათებთ მის ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური ხართ, ცივი ხართ, ასეთი ადვილად ხელმისაწვდომი არ ხართ, საკმაოდ აი ზუსტად ამ ყველაფრით ანათებთ მის ცხოვრებას. შეიძლება ეს ყველაფერი თქვენთვის არასდროს არ უთქვამს, მაგრამ აი ამ წუთას ზუსტად ეს ფიქრები უტრიალებს თავში ამ ადამიანს და უნდა რაღაცა იცით რაღაც ისეთი დიპლომატიური საუბარი გქონდეს თქვენთან. რაღაცა შეთანხმებამდე მიხვიდეთ, რაღაცას მიაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან ესეთი ფიქრები აქვს თქვენს მიმართ, დადებითი, მასზე ძალიან კარგად მოქმედებთ თქვენ. ზუსტად აი ამ ხასიათით, როგორიც ხართ რეალურად თქვენ და რასაც ამჟღავნებთ. ამ წუთას კიდევ ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი რაღაცის გაანალიზების და თითქოს რაღაცას მიხვდა, აი ამ ენერგიებში იმყოფება. კიდევ ვიკითხოთ, რის თქმა სურს ამ პიროვნებას და ან ვერ გეუბნებათ. ვინც პირველად მიყურებთ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ მე ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ რამოდენიმეჯერ ვკითხულობ ერთი და იგივე კითხვას ვსვავ რამოდენიმეჯერ, რომ ვიღაცაზე ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე. რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და ვერ გეუბნებათ. მეგობრებო, აქ პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ უფრო საკმაოდ ისეთი შეიძლება გაჩერებული ან დასრულებული ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი. ეს ადამიანი ფიქრობს იმას და ვერ გეუბნებათ, რომ დასრულდა მას ჰქონდა ეს შიშები რაღაცა ნაბიჯების გადადგმის ძალიან მიზერული და ისეთი ნაბიჯები ჰქონდა ამ ადამიანს და მასში დასრულდა ეს ყველაფერი, რაღაც დაამთავრა ამ ადამიანმა აი ეს შიშები თითქოს ამ ყველაფრის თქმა სურს ამ ადამიანს, მაგრამ აქ როგორი მომენტია იცი, უნდა გითხრათ ეს ყველაფერი, მაგრამ უყურეთ ჯერ კიდევ ცვლილებების პერიოდში ასე ვიტყოდი, ეს ადამიანი თითქოს კი რაღაცა მთლად ისეც არ აქვს ამ პიროვნებას, მთლად ადრე როგორც ჰქონდა დაუშვათ ეს შიშები, პატარა მიზერული ნაბიჯები ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ჩამოუყალიბებელი რომ იყო, თითქოს ეს ყველაფერი დაუსრულდა მას, აი რაღაცა გადახარშე გონებაში, მაგრამ და სურს რაღაცა ახლის დაწყება ამ ურთიერთობაში, ფიქრობს, რომ
თქვენ აი იცით როგორი თითქოს აი ციდან გადმა რაღაცა როგორც იტყვია ხო ღმერთის საჩუქარია ხო აი როგორი პენტაკლების ის გვაქვს აქ ტუზი შეხედოთ პარაშუტით მოფრინავს ეს კაცი. აი ზუსტად ესე თითქოს ჩამოუფრინდით მას მის ცხოვრებაში ესე ჩამოფრინდით რაღაცად გაჩდით და რაღაცნაირ საჩუქარი ხართ მისთვის. აი ესეთი პიროვნება ხართ ამის თქმას სურს და ვერ გეუბნებათ. აი აქვე ჩანს ზუსტად ამ ადამიანის ეს რაღაც უნდა, მაგრამ ვერ აკეთებს, რაღაც ბლოკები აქვს შინაგანი ამ პიროვნებას, შიშები. ვითომ კი აქ შეიძლება მაჩვენებდეს იმ ფაქტსაც, რომ დასრულებულ ურთიერთობაზე იყოს საუბარი, როგორც წეგან აღნიშნე, და ზუსტად ამის გამო ვერ გეუბნებათ და ანუ აღარ აქვს თქვენთან კონტაქტი, არც თქვენ და ამის გამო იკავებს თავს ეს ადამიანი და ვერაფერს ვერ გეუბნებათ, რაც რის თქმას რის თქმაც სურს ამ პიროვნებას. და არის რაღაცნაირ მოლოდინის რეჟიმში, საკმაოდ ემოციურად არის თითქოს ეს პიროვნება, ისეთი შეგრძნებები აქვს თითქოს აი ამ თავის რაღაც ჩამოუყალიბებლობის გამო შანსი ვერ გამოიყენა. აი ესეთი შეგრძნებები აქვს ამ პიროვნებას, ამ ყოველთვის თქმას სურს. მაგრამ რა თქმა უნდა თუ ურთიერთობა დასრულებულია და აღარ გაქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, ზუსტად ამის გამო ეშინია ამ პიროვნებას ნაბიჯის გადმოდგმა და აი იმ ყოველთვის თქმა ვინც ხართ თქვენ მისთვის და იმის თქმა რომ რაღაცა ახლის დაწყება სურს ამ ურთიერთობაში. აი აქ მიჩვენებს ტარო რომ ძალით იბლოკავს ეს ადამიანი თავს. რეალურად შეიძლება მართლაც გქონდეს შანსი, მაგრამ თვითონ ფიქრობს აი ფიქრებშია სული ეს პიროვნება რა, აი თვითონ ფიქრობს ასე რომ ის რაც იყო ადრე თქვენს ცხოვრებაში თითქოს დასრულდა და ყურეთ აქ ძალიან ესეთი 10-იანის ხმლები გვაქვს ტიტანიკის სიუჟეტს აღწერს. კი ჩაიძირა ეს ყველაფერი დამთავრდა და ცუდად დამთავრდა ძალიან, მაგრამ მაინც გადარჩით. ანუ არაფერი დაგემართათ ორივეს და ამიტომ ფიქრობს რომ შეიძლება კიდე შანსი იყოს ამ ურთიერთობაში რაღაცის გაგრძელების, მაგრამ შეიძლება ძალიან მტკივნეული იყო ეს დასასრული ორივესთვის და ამიტომ ეშინია ნაბიჯების გადმოდგმის ახლა. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რის თქმას სურს ამ პიროვნებას და ვერ გეუბნებათ. დამივარდა. რის თქმას სურს ამ პიროვნებას და ვერ გეუბნებათ. გავიგოთ კიდევ ერთხელ. თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას რის თქმას სურს და ვერ გეუბნებათ ან არ გეუბნებათ. მეგობრებო, აქ ძალიან ისეთი ენერგიებია, ვისთანაც რაღაც ერთი ციკლი დასრულდა თითქოს ურთიერთობაში და ან თქვენ წახვედით, ან ის წავიდა, ხო, ამ ურთიერთობაში და საკმაოდ ბევრი დრო შეიძლება გავიდა, რაც ესე დისტანცირებად იყავით, ეს ადამიანი ძალიან ისეთ ენერგიებშია ახლა მოზღვავებული ენერგიები აქვს და ცდილობს არკანებიდან გამომდინარე, აი თითქმის სულ კვერთხები ამოვიდა მეგობრებო და ძალიან სწრაფ ენერგიებს მაჩვენებს აქ ენერგიანის კვერთხები. ყურეთ, თითქოს რაღაცა ეჩქარება, აგვიანდება. ეჩქარება თქვენთან, რომ არ დააგვიანდეს, აი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ისეთი ქალი, ასე ფიქრობს თვითონ, აი ამის თქმა სურს ზუსტად, რომ ეჩქარება ძალიან და ეშინია არ დააგვიანდეს თქვენთან მოსვლა. თქვენ მისთვის საკმაოდ ისეთი ქალი ხართ, აი ქარიზმატული, ძალიან ცეცხლოვანი, მომხიბვლელი ქალბატონი. ვიტყოდი იმასაც, რომ ცოტა ეშმაკუნა ტიპაჟიც და ძალიან ინტუიციური, ასე ვთქვათ, იცით როგორი ქალი ხართ მისთვის, აი რაღაცა ყველასნაირი განსხვავებული, აი ესეთი ენერგიები მომდის.
ძალიან თავდაჯერებული და ისეთი ქალბატონი, რომ აი არავის ნერვიულობას არ გადაყვებით თან. აი ესე გიყურებთ ამის თქმას სურს ამ ადამიანს და ასევე სურს გითხრათ, რომ მოიჩქარის თქვენსკენ. შეიძლება ეს ადამიანი აი ძალიან მალე გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ან თუ გაქვთ რაიმე სახის კონტაქტი და უბრალოდ ძალიან გაგეწელათ ურთიერთობა და რაღაცნაირად არაფერი არ იცვლება, ეს ადამიანი ძალიან ისეთ ენერგიებში შევა უცებ, რომ ისეთ ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ. რაღაცა ახლის დასაწყისი აუცილებლად იქნება თქვენთან ურთიერთობაში. ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ რაღაცა ახალი დაიწყოს ამ ურთიერთობაში და აღარ იყოს ესეთი მოსაწყენი ეს ყველაფერი. ეს თქმას სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ახლა დაგემშვიდობებით. 7 ღამეს გისურვებთ ყველას და ბედნიერ დილას. დროებით.